მე ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთით და ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგა. ასეთი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილი ვლადიმერ პუტინის მიმართ. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დონალდ ტრამპმა ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გაგზავნის შესახებაც, რომლის საფასურსაც მისივე თქმით, არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოები გადაიხდიან. ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის ულტიმატუმს კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებას ძალიან სერიოზული უწოდა და სცენა, რომ კრემლს დროს სჭირდება ვაშინგტონში ნათქვამის გასაანალიზებლად. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუმცა კვლავ ელოდება კიევის მიერ დისკუსიების შემდეგი რაუნდის თარიღის შეთავაზებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სერიოზულია. ზოგიერთი მათგანი პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ არის მიმართული. ჩვენ დრო გჭირდება, რათა გავაანალიზოთ ის, რაც ვაშინგტონში ითქვა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი ამას საჭიროდ ჩათვლის, იგი კომენტარს გააკეთებს. როგორც ჩანს, ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებსა და ბრიუსელში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების ნიშნად აღიქვამს. ჯერ არ მიგვიღია გზავნილი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ. ძნელი სათქმელია, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად. ამ დიალოგის ხილვა სურს ვაშინგტონს, როგორც ამბობენ ევროპასაც. თუმცა განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში საომარი მოქმედებების ესკალაცია სურთ და არა მშვიდობიან რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ კიევი დუმს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას ნაკლებად სერიოზულად მიუდგნენ რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დასცინა ტრამპის გაფრთხილებას და იგი თეატრალურ ულტიმატუმად შეაფასა. რუსეთს ეს არ აღელვებს, წერს დიმიტრი მედვედევი. ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი. მან აღნიშნა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნამდვილად სურს იხილოს პროგრესი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მან ზელენსკის რეჟიმს მუშტი უნდა აჩვენოს და რუსეთს მეორადი სანქციებით არ უნდა დაემუქროს. მუქარის და ულტიმატუმების ენით საუბრის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიბაკოვმა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას და დასძინა, რომ მოთხოვნების წაყენების ნებისმიერი მცდელობა მათთვის მიუღებელია. ვაშინგტონის გზავნილს მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. კერძოდ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროკავშირს საშუალებას მისცემს დააფინანსოს ამერიკული იარაღის უკრაინაში გაგზავნა. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ, დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ამოქმედებამდე დასახული 50-დღიანი მონაკვეთის ხანგრძლივობის გამო, ისინი მიესალმებიან ვაშინგტონის გამკაცრებულ ტონს კრემლის მეთაურის მიმართ. ვფიქრობ, ბატონი ტრამპის მიერ გამოცხადებული დროის მონაკვეთი 2 სექტემბრამდე 50 დღე საკმაოდ გრძელია, მაგრამ ვაფასებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად ხედავს თუ როგორ აჭიანურებს პროცესს ვლადიმერ პუტინი და რომ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ხედავთ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ზომები ჯერ არ მუშაობს, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ ამერიკელებს და მათ მიერ დაწესებულ ვადებს. ჯერ კიდევ ვცდილობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანხმოვანში მოქმედებას. ეს არც ისე დახვეწილი გზით ხდება, მაგრამ ჩვენ კვლავ მუშაობთ და ამაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ. რამდენად შეძლებს ევროკავშირი ვაშინგტონისთვის ფეხის აწყობას, ბუნდოვანია. ამერიკული გამოცემა Financial Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კითხა, შეძლებს თუ არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე იერიშის მიტანას. მათივე ცნობით, ზელენსკი მიუგო, რომ დიახ, მსგავსი თავდასხმა აბსოლუტურად შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები კიევს საჭირო შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიაწვდის. ინფორმირებული ორი წყაროს თქმით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ სტრატეგიის მიზანი რუსებისთვის ტკივილის მიყენებაა, რათა კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს.